საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებელს პოზიტიურ შეფასებას აძლევს ევროკომისია. 2026 წლის გაზაფხულის ეკონომიკური პროგნოზის განახლებული ანგარიშის თანახმად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა ევროკავშირის ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. მათი თქმით, რთული გეოპოლიტიკური გარემო და ამერიკის ტარიფებთან დაკავშირებული გაურკვევლობა კვლავ ზეწოლას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე. დოკუმენტში საუბარია აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც. ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5-დან 5.5%-ის ფარგლებში დარჩება. უკრაინის ეკონომიკური ზრდა კი 1.5% იქნება, მოლდოვის 2%. ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით წინა წლებთან შედარებით ეკონომიკური ზრდის შედარებით შენელებაა მოსალოდნელი, თუმცა სტაბილურად დარჩება მაჩვენებლები. ამავე ანგარიშის თანახმად 2026 წელს ქვეყანაში ინფლაციის დონეც სავარაუდოდ მაღალი იქნება. ევროკომისიის დოკუმენტის თანახმად 2025 წელს საქართველოში ძალიან მაღალი 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ამავდროულად ის ჩამორჩებოდა 2024 წლის 9.7%-იან რეკორდულ მაჩვენებელს. ევროკომისიის დოკუმენტის მიხედვით, საწვავისა და სხვა ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო ინფლაცია 2026 წელს შედარებით მაღალ დონეზე შენარჩუნდება, მოსალოდნელია შენარჩუნება და ის 2027 წელს უკვე ეტაპობრივად დაიწყებს შემცირებას. ანგარიშის თანახმად 2026 წლის იანვარში საქართველომ წარმატებით დაფარა $500 მილიონი ოდენობის ევრობონდები.